მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-13 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტე გამოსულიყავი ქალაქ გარეთ და ასე ვთქვათ, ჩემი თავისთვის პატარა გამოცდა ჩამეტარებინა რა. დიდი ხანია ასეთ ადგილზე არ ყოფილ ვარ, ანუ დარჩენით 24 საათი არ ყოფილ ვარ და რაღაც სურვილი გამიჩნდა, რომ აი ესეთ ადგილზე გამომეცადა ჩემი თავი. ანუ ეხა სიტუაცია როგორია, მარტივად გეტყვით. ვაპირებ, რომ გათბობის გარეშე, ცეცხლის გარეშე გავძლო მთელი ღამე და დღე რა. საღამოთი მოსალოდნელია ძლიერი თოვლი. ეხა კი არის მზიანი ამინდი, მაგრამ რადიკალურად იცვლება სიტუაცია. წინასწარ, რა თქმა უნდა, გადავამოწმე ამინდი, შევამოწმე ყველაფერი და გეტყვით რა არის მოსალოდნელი და როგორი ამინდი იქნება ღამე რა. ესე იგი, აღმოსავლეთიდან დაუბერავს. აი, ეს ყველაფერი ხუმრობით, რა თქმა უნდა. აი, ხა შერჩეული მაქვს ერთი ადგილი რა, მოვდივარ დაახლოებით 9 საათია, შორიდან დავინახე და აი 9 უდაბნოში ხო ვარ ეხა რა, მოიცა? და აი იქით რა არის ერთი პატარა ხე. ერთადერთი ხე და აი იმ ხის ქვეშ მინდა რომ გავაკეთო ბანაკი, გავშალო კარავი და მოვისვენო იმ ადგილზე. სადაგზა ხდება საინტერესო რაღაცები, აი ესეთი ორმოები ხდება ძალიან ბევრი რა. ხო და სავარაუდოდ ობობების არის დიდი ალბათობით, ან კიდევ რა ვიცი, რა შეიძლება იყოს დაწერეთ კომენტარებში. ჩავალ ხა, გავშლი კარავს, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და რა ვიცი, ასე ვთქვათ, ერთად გავუძლოთ იმ სიცივეს, რაც გველოდება წინ რა. ბუნაკს მოვადექი. სავარაუდოდ შიგნით წევს ეხა ტურა. ცივა და არ გამოდიან მაინც რა. ესენი ზოგადად ღამის ცხოველები არიან და რომ მოსაღამოვდება გამოვლენ. არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ თოვად დაიწყო უკვე. ამიტომ საღამოს სავარაუდოდ კარგად მოუმატებს და რა ვიცი, ნახოთ რა. როგორ გავძლებთ და რა იქნება. აი ამ ხის ქვევით დავიწყებ კარავის გაშლას რა. ამინდიც ნელ-ნელა უარესდება. ცოტა მზიანი ამინდი იყო, ეხა კიდე უკვე ნელ-ნელა ფანტელებით ვცვივა რა. თოვას იწყებს და მოვემზადები ნელ-ნელა გავშლი კარავს და ნახოთ რა იქნება, როგორ გავძლებ ამ სიცივეში. დაახლოებით -7 გრადუსია. ამინდის პროგნოზში რო ჩავიხედე, მაგრამ გრძნობელობა ყოველთვის მეტია რა. შესაძლებელია 11-12 გრადუსიც კი იყოს ღამე. მოკლედ გაიშალა კარავი, ცოტა გამიჯიუტდა, მაგრამ რა ვიცი, გავშალე მაინც. ქვევიდან დაუფინე აი ესეთი ფოლგასავით რა, ცოტა თხელია, მაგრამ კაია, ეს სიცივეს დააკავებს ქვემოდან რა. ცოტა სველიც არის თან და კარგი იქნება დასაკავებლად სიცივის. ახლა უკვე მეორე ტენტი უნდა გადავაფარო, იმიტომ რომ ეს არის ღია. თან სხვათა შორის ძალიან სქელიც არ არის რა. კარავი და რა ვიცი, იმედია ჰაერს არ გაატარებს ძალიან. თორე ჰაერი თუ გაატარა ძალიან ცუდია. ახლა მეორე ტენტი გადავაფარე და უკვე დავამთავრებ რა. მაინც იმდენად არ შედის ეხა შიგნით ქარი. აი ხა კიდე აი ესეთი პატარა რკინებით. აი ესეთი რკინებით დავჭიმავ მეორე ტენტს რა. გავაკეთოთ მეორე მხარე. შვენიერი. დაიფარა. აი ეს მხარე რა, ესეც და აი ეს მხარეც დაიფარა მშვენივრად. შიგნიდან კოხტად და ლამაზად არის.
ეხლა აქ ჩამოვკიდებ განათებას ღამისთვის. გავამზადებ ბარემ და უკვე იატაკსაც მივხედავ. გავშლი იატაკსაც, რომ მე არ დამჭირდეს რაღაცა დროის კარგვა რა. აი როგორ თავს უკვე დაიწყო საკმაოდ ინტენსიურად. აი ადგილი რო არ მქონდა, სად გავჭედე. მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ყველანაირი ადგილი რა. ჯანთა მაქვს სავსე, მაგრამ ამის ნახევარი უჭირავს საძილე ტომარას. იმხელა ის საძილე ტომარა, რა, ძალიან კარგია, მინუს ალბათ 1-15 გრადუსს მაინც უძლებს. ავიდი ახლა შევალაგებ ნელ-ნელა საძილე ტომარასაც გავშლი და ასე ვთქვათ, აი ამ პარალონს რო ეძახიან, ამასაც ბარემ გავამზადებ. მოკლედ, და პირდაპირ ესე გავხსნი რა. სამწუხაროდ. ეს უნდა გადავკეცოთ ახლა ისე, რომ ეს პალიშათაც გამოდგება. ეს შვენიერი. აი მეგობრებო. რა მხილა. ძალიან მაგარი რაღაცა რა. კაისქელია და საიმედო. სხვათა შორის მძიმე არ არის. ხო ამხელა მასით რა ზომით, მაგრამ მძიმე არ არის. ნელა ახლა გავანთავისუფლებ. ესე. პარალონი კი არა, საძილე ტომრის unboxing-ი. ესეც ასე. აბა. მოდილომო. ძვერი. ეს შეკინაცო. ამაშეხეთ. რა კაი რაღაცა. და ილოცოს ამის გამკეთებელი. ეს. ამაში რა უნდა შეგცივდეს. როგორი ღუნღულა. შეხედეთ ამის სისქეს. არა წერიან და რამდენს უძლებს. არა. აიცი არა წერია არაფერი. ну, в принципе, ეგ არის რა. კაი რაღაცა. სიცივე მაგრამ მგონია რომ შემოწუხოს ღამე. ეს ჩემი თილისმა ძალიან ბევრ რაღაცაში მადგება და კაი რაღაცაა ძალიან რა. აი ეს გამოსაცვლელი. ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე მაინც. რომ დავსველდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტანსაცმლის გამოცვლა რა. თბილებით წამოვიღე რაღაცები. თუ დამჭირდა გამოვიყენებ რა. ეს ხელთათმანები, ეს თავზე გასაკეთებელი ქუდი, ეს ჩემს ერთ-ერთ გამომწერს გათამაშება რომ მქონდა, იმასაც გადავიცი. ეს ტუტის შარვალი, სულ ახალი მეგობრებო. იაფად. ვისაც სურვილი გექნებათ მომწერეთ პირადში. გამოგიგზავნით ნებისმიერ ადგილზე. ესეც ძალიან თბილია სხვათა შორის რა.
ის სად არის? რის გამოც გავხსენი? აი ეს. იმას ვერ პოულობ. მაგრამ აქ იქნება. აგე. ყველაზე მთავარი, ბალიში. აი ნახე რა, გიჟი ამინდია ხა. მზე გამოვიდა კიდე. წეღა როგორ თოვდა და მზე გამოვიდა. გაუბეროთ აბა როგორი ფილტვები გვაქვს ნახოთ. ბალიშიც მზად არის. მოკლედ, აქაურობა თითქმის მოდი ესენი შევინახოთ, ხა ჯერ არ გვჭირდება. შეიძლება არც დაგჭირდეს ეს, რა ვიცი. რა უნდა იყოს ხა ისეთი, რომ ეს დამჭირდეს. განა, ეს შეიძლება დამჭირდეს ხა თავზე დასაფარებელი, ამიტომ ღამისთვის მაინც აქ დავდებ წინასწარ გავიმზადებ. ხელთათმანების დიდი ალბათობით დამჭირდება. ამის გახსნა რო აღარ მომიწიოს. მაგრამ საწოლში საძილეტო მარაში ჩავდებ. ეს წვით ეს იყოს, მაგრამ აქ მიწა. აქეთ რა ხდება? მოდი აი ამაზე დავდებ. ესეც უნდა იყოს თბილად. დამჭა. ეხა ის სად არის? ჩვენი ნატურა. აი აქ არის. ამასაც ჩამოვკიდებ პარე. რატო მიჩვენოს, რომ დამჯდარია? მოდი შევაერთოთ, მაინც დავტენოთ. ღამემდე დიდი დროა. აი ეს powerbank-ი არის ძალიან მაგარი რაღაცა. 60,000-იანია. ნუ 60,000 ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ თავის ტელეფონს დატენის ერთი დაახლოებით 20 ჯერ ალბათ. ჩანთა იყო დაახლოებით 30 კილო მაინც რა. საკმაოდ მძიმე იყო. ამას ახლა შიგნით შევიტან, რომ მაინც რამე არ ჩაძურეს შიგნით. კი ახლა ზამთარია, შვიათად გამოდიან გარეთ, მაგრამ მაინც დავიზღვიოთ თავი. თან ისე გავაკეთებ, რომ აი ეს ცარიელი ადგილები რაც არის შევავსო. ღამე რო აღარ დამჭირდეს, ზედმეტი დროის კარგვა. გემრიელად დავისვენო. აი ეს დამჭა, ეს არის აი ამ ტენტის გადასაფარებელი რა. გადასაფარებელი რა, გასამაგრებელი, ანუ აი ეს იამაგრებს ტენტს ზემოდან რა. იმიტომ რომ ჰაერი შემოგივიდეს, მაგრამ მე ჰაერი შემოსვლა არ მჭირდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცივა. ამასაც შევინახავ. ძირითადად რაც მაქვს, ყველაფერს შევიტან კარავში. რაც გარეთ დამჭირდება, დავტოვებ გარეთ. მაგრამ ღამე მაგასაც შემოვიდა. ეს საკვებით მოდი ამას ჩანთაში ჩავდებ, რომ რამე არ მოუვიდეს, არ დავჩემ შიერი მთელი ღამე. ეს წყალი რაც ყველაზე აუცილებელია. ეს პატარა ფინჯანი და ქვაბივით არის რაღაცა რა, 800-იანია და თუ არ ვწდები 200-იანი, 250-იანი აი ეს ფინჯანი. ესეც ძალიან კაი რაღაცა, ჩემს ბევრ ვიდეოში ნანახი გიქნებათ ალბათ რა. იმდენ რაღაცაში ვიყენებ. ძალიან კარგად მადგება. აი ეს გაზი კიდე ძალიან მძიმეა, ძალიან რა ერთი ნახევარი კილო იქნება რა. მაგრამ აი ერთხელ მაქვს დატენილი რაც ვიყიდე და იმის მერე ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე. ანუ მძიმეა მესმის სატარებლად, მაგრამ არ გეღალატებს რა. ძალიან დიდი ხანი გეყოფა და პლუს უღალატოა. არის და იმედია დღეს არ მიღალატებს მაინც და მაინც. ეს ბარი მაინც წამოვიღე. რა ვიცი, მეთქი რამეში დამჭირდეს თქო. სხვა ისეთი არაფერი, არც ნაჯახი არ წამომიღია, ნაჯახი აქ რაც მინდა. ერთი ეს ხევიპოვე და ესეც არ არის გამხმარი და პლუს ამას კიდე ცეცხლის გარეშე ვაპირებ მთელი ღამის გატარებას და სითბოს გარეშე რა. აფაც წამოვიღე საჭმელისთვის. всё ეგ არის, იქითაც მაქვს რაღაცები. საფეთკი მაინც ყოველ შემთხვევაში წყალი არ მაქვს, ხა ბევრი და ხელები რო გავიწმინდო ხოლმე რა. სისულთან რო შევინარჩუნო. ეს არის ამის ჩასადები.
წარმოიდგინეთ, აი რამხელა რაღაცა ხდება რა. სულ თანდამ აქვს ძალიან კარგი რაღაცა. აი ესე გაიფინეთ ხოლმე კარავის ქვეშ, თუნდაც ზაფხულში კარავსაც დაიცავთ, რომ რამე არ შეერჭოთ ქვევიდან და არ გაგიხიოთ რა. პლუს ამას სიცივისგანაც ძალიან კარგად იცავს. აი ეს ჩემი ფანარი კიდე 4000-იანია რა. დაახლოებით 4-5 საათი ძლებს. კომფორტულიც არის, მსუბუქია. ანუ გადანაწილებულია თავზე რა, რო იკეთებ წინ და უკან. აქ აქვს ელემენტები. ესეთი რაღაცა. ესეთი ორი ცალი ელემენტი უდევს. აი ეგეთი ნივთები აუცილებლად წინასწარ გატესტეთ ხოლმე, რაღაცა გაუთვალისწინებელი რო არ მოგივიდეთ ხოლმე შემდეგში, როცა იყიდით, უბრალოდ დატენეთ ბოლომდე, დადეთ ხოლმე ღამის განმავლობაში ან დღის განმავლობაში და დააკვირდით, რომ დაინიშნეთ, რამდენი ხანი იმუშავებს, შეხედეთ, რომ მე სადმე რაღაცა გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. მოკლედ ეხა მე მინდა, რომ ცხელი შოკოლადი დავლიო და ასე ვთქვათ, ცოტა შევთბე რა. ცოტა დათბა ეხა მაინც მზე გამოვიდა, თოვლმაც გადაიღო. მაგრამ გონია, რომ ისევ დაიწყებს. ცოტა მოსაღამოვდება და გააგრძელებს ისე თოვას. კაი, დავიწყოთ ეხა ჩვენ ცხელი შოკოლადის მომზადება. აი მეგობრებო, ამაზე მაგარი სკამი არ არსებობს მართლა რა. აი რამხელა წარმოიდგინეთ, იკეცება რა. აი უყურეთ რამხელა. სადაც კი ნაწერან ჩანთაზე მქონდა ჩამოკიდებული, ერთი 10 გრამია მგონი. ჩამოჯექი. დატკბი ხედებით რა. ძალიან კაი რაღაცა. აი ეს. გავიმზადოთ ეხა ცხელი შოკოლადი. აი ეხა უკვე 7 თვარ, ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს. და ყველაფერი თავის ადგილზეა რა. კომპანიებს შეგიძლიათ მომწეროთ და თქვენი თუნდაც აი ესეთი რაღაცეები წავიღო ხოლმე თან და მივირთვა ხოლმე რა. კარგი რეკლამაც გამოგივათ, თქვენი პროდუქტიც ნახავს ხოლმე საინტერესო ადგილებს ჩემთან ერთად. პატარა რამე ჯოხს ვიპოვი ახლა რომ მოურიო. გამზადდა ჩვენი ცხელი შოკოლადი. მოვაყაროთ ზემოდან კიდე. აბა, გაუმარჯოს ყველა იმ ადამიანს. სათხიძელო ამით არ ითქმება, სათხიძელო მარტო ღვინით, არაყით და ლუდით. ამით გაუმარჯოს ვაკელებს, მოდი ესე ვიტყვი მაშინ. მოუჭირა სიცივე 0 გრადუსია უკვე. ცოტა ხელებზე შემცივდა. ერთ ადგილზე უნდა გავჩერდე ახლა. პატარა რაღაცა ამბავი უნდა მოგიყვეთ. ერთი ისტორია ვნახე იმ დღეს და მინდა რომ მოგიყვეთ. ხო და ხელთათმანებს ჩავიცნო რომ არ გამეყინოს ხელები. ეს დავკეტოთ მაინც რომ შიგნით ტენიანობა მაღალია დღეს ძალიან დაახლოებით 80%. დავკეტოთ მაინც რომ შიგნით არ დანესტიანდეს ყველაფერი. აბა
თბილი ხელთათმანები. კაი თბილია, პეწვიანია შიგნით და ამ ტრაგედიას იმიტომ ვყვები დღეს, რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი შეცდომები დაუშვეს ამ ახალგაზრდებმა და ძალიან ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი რა. ეხლა მიხვდებოდით ტრაგედია რო თქვი, მიხვდებოდით როგორც დამთავრდებოდა რა. ესე იგი, ივანე ჯავახიშვილის გეოგრაფიის ფაკულტეტის 6 სტუდენტი, აქედან 5 იყო ბიჭი და 1 გოგო, ადგნენ და გადაწყვიტეს წასულიყვნენ სალაშქროდ. ამ დროს ამინდი ძალიან გაუარეს და დაახლოებით -15-მდე დაეცა და დაიწყო თოვლის შტორმი. სამწუხაროდ მათ ვერ მოახერხეს დროულად თავშესაფრის მოძიება, რადგან ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. თან პლუს ქარბუქში ახლა წარმოიდგინეთ როგორია მოძრაობა. მათ ერთადერთი რაც გააკეთეს, გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ, თოვლში ამოეთხარათ ორმო და იქ ჩასულიყვნენ რა. ესეც ერთ-ერთი ტექნიკაა, როდესაც ქარბუქში ყვები რა, რომ ორმო გააკეთო და ჩახვიდე შიგნით. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა თოვლი იყო, რომ ამ ზომის ადამიანებმა ორმო გააკეთეს და შიგნით ჩავიდნენ. მაგრამ სამწუხაროდ უკვე ისინი ჰიპოთერმიის ნიშნებით იყვნენ, ანუ ორგანიზმი გადაციებული ჰქონდათ და უკვე კრიტიკულად მიდიოდა ყველაფერი რა. ესე იგი, რამოდენიმე დღეში იპოვეს ეს ადამიანები, სამწუხაროდ 6-ვე იყო დაღუპული და ერთმანეთზე იყვნენ ჩახუტებულები რა, ანუ სიცოცხლის ბოლომდეც ეს ადამიანები ცდილობდნენ ორგანიზმის გათბობას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოუვიდათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრაგედია ქართველი მოლაშქრეების ისტორიაში და ამან ძალიან დიდი გაკვეთილი აჩვენა სხვებს. ესე იგი, ეს ყველაფერი რას გვასწავლის? რა იყო მათი შეცდომა რა? ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო ამათი, ეს იყო რომ მათ ამინდი არ შეამოწმეს წინასწარ და არ გაითვალისწინეს რა მოხდებოდა რა, როდესაც ადგილზე იქნებოდნენ. უეცრად შეიცვალა ამინდი და სამწუხაროდ აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა და ასე დამთავრდა ყველაფერი. მათ არ ჰქონდათ სათანადო აღჭურვილობა, თუნდაც ტანსაცმელი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ეცვას ადამიანს რა. მინიმუმ 1-3 ფენა მაინც უნდა ეცვას, შიგნიდან თერმული, გარედან წყალგაუნტარი რა, აუცილებლად, რომ თუ წვიმა წამოვიდა ან თოვლი ან ამინდში მოხვდით, რომ დაცულები იყოთ მაქსიმალურად. კიდე ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო, როდესაც ამინდი უარესდებოდა, მათ არ დაიწყეს თავშესაფრის ძებნა დროულად, რის გამოც აი ესე დამთავრდა ყველაფერი. აუცილებლად, როდესაც ვამჩნევთ, რომ ამინდი უკიდურესად რთულდება, პირობები უკიდურესად მძიმდება, აუცილებლად პირველი რაც არის უსაფრთხო ადგილზე გადასვლა რა, სადაც შევძლებთ ცეცხლის დანთებას და ასე შემდეგ. აუცილებელი აი ეს ნაბიჯი რა. შეიძლება ჩაცმული არ იყოთ რაღაცა, მაგრამ ჯობია ვიპოვოთ დაცული ადგილი და მოვისვენოთ იქ. თუ შეგვიძლია საერთოდ გავიდეთ დასახლებისკენ, გავიწიოთ, თუ არა და თავშესაფარი აუცილებელია. ასევე საკვები რა, ორგანიზმისთვის ასეთ დროს საჭიროა მაღალკალორიული საკვები, პორციანი, ცხიმიანი და ასე შემდეგ, რომ ენერგია აღიდგინო მარტივად რა. მოკლედ მეგობრებო, აუცილებლად იყავით ფრთხილად და აუცილებლად დაიცავით საკუთარი თავი რა, ყოველთვის აი ესეთ სიტუაციაში. ზოგადად ადამიანი ვერ ხვდება ხოლმე, როდესაც უმძიმდება მდგომარეობა რა, ჰიპოთერმიის დროს განსაკუთრებით რა. ამიტომ სანამ რაღაცა ესეთ კრიტიკულ სიტუაციამდე მივალთ, ჯობია წინასწარ აღჭურვილობა ყველაფერი წავიღოთ, გავამზადოთ, რომ რაღაცა თუ მოხდა, ვიმოქმედოთ რა. უმოქმედობა არის დამღუპველი, ჩათვალეთ, რომ განწირულები იქნებით რა. სწორი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის დაგვეხმარება, რომ აი ესეთი ტრაგედიები არ მოხდეს რა. წინასწარ ყველაფერი უნდა გათვალოთ, ამინდი შეამოწმოთ, სწორი აღჭურვილობა წაიღოთ, სწორად ჩაიცვათ და ასე შემდეგ რა. ამ ყველაფერს რო გააკეთებთ, მაქსიმალურად დაცულები იქნებით რა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მოძრაობა კარგია, რომ ორგანიზმი თბება, მაგრამ თუ აი ესეთ ქარბუქში მოყევით მოძრაობა, არაფერს არ გიშველით რა. მით უმეტეს ქარიანი როცა ამინდი. აუცილებლად გაითვალისწინეთ და კიდევ ერთხელ სამწუხაროა აი ესეთი ტრაგედია რომ მოხდა საქართველოში. რა დიდი ხნის ტრაგედიაა, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, არ უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაცეები რა. ყოველთვის უნდა ვიყოთ ჭკუით. მოკლედ შემოვედი კარავში, მომშივდა, თან ტემპერატურა საკმაოდ დაეცა, აი ესეც გავიკეთე ხა. თან ქარია გარეთ, ძალიან ძლიერი რა. არც ისე ძლიერი, მაგრამ იგრძნობა რა, ბეჭებში რო გიბერავს, კარგად იგრძნობა. ხო და ეხა საჭმელს მივირთმევ ცოტას წყალს დავლევ და
რა ვიცი, გავაგზელებ ნელ-ნელა. გარეთ საქმე არც არაფერი არ მაქვს. რა უნდა გავაკეთო, ხა რომ გავიდე ტყუილად უნდა ვიჯდე, ხო? და გავიყინო ტყუილად და. რა ვიცი, ვიქნები ჩემთვის ესე ყოფდათ და ლამაზად გარავში. ეხლა მივირთვა ჯობია სოსისი. კარგად ამაკანკალა წერან გარეთ. დაახლოებით მგრძნობელობა არის უკვე -7 გრადუსი წარმოიდგინეთ. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში იმაში ეგრე წერია რა. ტელეფონში რომ ვნახე აპლიკაციაში, მასე წერია. ჯერ დავანთოთ ცეცხლი. ხო არ გაიყინა. მოდის მაინც და. ვაიმე. სანთებელი თუცადოთ. არა. გადავჭით. კარგად მომშივდა სხვათა შორის. მეთქი რა მაწუხებს და თუნე მშია. ჩავჭრათ. აი თბილი ჩანს სხვათა შორის აი ეს საძილე ტომარა რა. ეხლა რო ჩავწექი, უცებ ჩამათბო. თორე ძალიან შემცივდა წეღარო. გარეთ რო ვიყავი, მოძრაობაც აღარ მშველოდა უკვე. ისეცივა. აუ, თოლსაც ველოდები. ჯერჯერობით არა ჩანს. ასე. ხაერსაც დიდად არ ატარებს ეხა ეს კარავი. არა. ბევრი იტყვის ეხა დაეტიე შვილო, რას დადიხარ აქეთ იქით, მაგრამ ამას არ აქვს მუღამი ზუსტად. ამ ყველაფერს. ეხა ხათაბალა არ მოგვივიდეს. აი, ეხლა გამახსენდა მე. ვიძახდი რა თქმა თქმა. აი თუ მე რა თქინდა ადამიანს. დაიჭირე. აჰა. აგე. დანიშნულებას მოუძებნე. ესე. აი სოსისი არის კაი რა. ცხოველური საკვებია და ასე ვთქვათ, კარგად მატებს ენერგიას რა. ცხიმიანია და ასე შემდეგ. ეს დაიტენა. აღარ უნდა ამას არაფერი. ჩამოვიდოთ ბარემ. ეს თი რაღაცა გოხდა და ლამაზი რა. ცოტა აქ ჩასართველი. აჰა, აი. შვენივრად ანათებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პური. პურის გარეშე ავი, როგორ ჭამენ ეს ამერიკელები და ევროპელები. ამის გარეშე ჭამა. მე არ წარმომიდგენია. და თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, დაწერეთ კომენტარებში. ხელი არ დავიწვათ. აი, როგორ ხშირი აზდის. დღეს მგონი ხო ერთი ეს დავლიე, ძალი შოკოლადი და მეტი არც არაფერი. საკმაოდ ბევრი ვიმოძრავე. კარგად დავიღალე რა. მოსაღამოვდა უკვე 6 საათია თითქმის. რა ვიცი რა. ჭირდება ენერგიის აღდგენა. ეხლა ცოტას მივირთმევ და აი მეგობრებო. როგორი სიტუაცია ამ ეტაპზე? აი ესე დაითოვლა ყველაფერი და ნისლიც წამოვიდა.
ეს უფრო გაძლიერდება ეხლა რა თქმა უნდა. ჯერჯერობით მაინც არაფერი არ დევს რა მიწაზე, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უკვე ერთი პირი დაიდო რა თოვლის და სავარაუდოდ გაყინავს კიდევაც და უფრო უკეთესად დადებს რა. სიცივით -7 გრადუსი არის მგრძნობელობა, ხოლო ტენიანობას აჩვენებს 80%-მდე რა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია რა. ამიტომ შესაძლებელია ნისლში გაეხვიოს აქაურობა მთლიანად. მე თავს ნორმალურად გრძნობ, ცოტა ხელები გამეყინა, ცოტა ფეხები გამეყინა, მაგრამ ეგ არაფერი რა. ჯერ წინ არის ყველაფერი კაცო. მოკლედ მეგობრებო, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის რა. ამიდიც რა თქმა უნდა გაუარესდა, მაგრამ სხვათა შორის აი ძალიან არ მაწუხებს რა. კი ცივა, მაგრამ ვერ გძნობ. საკმაოდ კარგი გამოდგა ეს საძლე ტომარა რა. თბილია, მაგრამ ფეხები მაინც გაყინული მაქვს და ხელები. ნელ-ნელა ვითბობ, ვცდილობ გავითბო ყოველ შემთხვევაში რა. 7 გრადუსია ისევ, მინუსით. გრძნობელობა, სადღაც 3-4 გრადუსია ტემპერატურა რა, მინუსით. გარეთ კიდე გაგახედებთ ახლა დაღამდა უკვე 8 საათია. იცი გავიხედოთ გარეთ. რის ასე თუ ისე ნამქერს. თოვლს უფრო სწორად. აი ესე დადო რა უკვე, მოყინა. კარგად არის ყველაფერი რა, თავარია განწყობა და მთელი მუღამიც ამაშია, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და დილას რო გაიღვიძებ, ის ყველაფერი დაძლიო, რის გამოც წამოხვედი რა, თუნდაც ის სიმარტოვე მარტოობა არის ცუდი რა, ეხლა დამლაპარაკებელი ყოველთვის კარგია რა თქმა უნდა. სიმარტოვე, სიცივე და რა ვიცი რა. აქ ეხლა ცხოველებიც არიან, წერან ბუნაგიც ნახერთ 3-4 წალი ტურების და შეიძლება მოვიდნენ კიდევაც საჭმელი მაქვს ღიად ეხლა რა, ის სოსისი რაც არის. ღიად მაქვს. ზოგადად ეგენი უნდა შეინახოთ ხოლმე რა, ეხლა ტურა ვერაფერს ვერ დაგვიშავებს, მაგრამ სადაც დათვი იქნება, მგელი იქნება რამე ეგეთი. ჯობია რომ შევინახოთ ხოლმე ჰერმეტულად დაცულად, რაც ალომაში გადავაქვიოთ, კონტეინერს ჩავდოთ და ასე შემდეგ, რომ სუნი შორმანძილზე არ გავცელდეს რა. ცხოველი ზოგადად შორიდანვე გრძნობს და დარწმუნებული ვარ, ეხლა ტურებმაც იციან რომ აქ ვარ რა. ამიტომ შეინახეთ ხოლმე ჰერმეტულად, რომ აირიდოთ თავი ცხოველის სტუმრობას რა, თქვენს კარავთან და ადგილ სამყოფელთან. სხვა დანარჩენი ეხლა, ჩემი ტანსაცმელიც რა ვიცი. შიგნიდან თერმული მაცვია, ხო, მაიკა მაცვია, თერმული მაცვია და ისა ხუდი რა, და ზემოდან ეს. ესეც წყალგამტარია, ქვევიდან ეს ჯარის არის, ჯარის შარვალია და ერთი თერმული ის რა, შიგნიდან შარვალი. მეტი ისეთი არაფერი. საძილე ტომარაში კიდე რო იძახიან ხოლმე, რომ გახდილი უნდა დაწვეო, ეგ არის მითი, მაგას არ დაუჯეროთ, გახდილი არასდროს არ დაწვეთ, თორე გაიყინებით ჩვეულებრივად რა. უნდა დაწვეთ ტანსაცმლით, ფენებად ჩაცმული, თერმული ტანსაცმელი და ის რა ქვია, ზემოდან კიდე შარვალი რა, ეხლა ტემპერატურას გააჩნია. თუ იქნება სითბოში არ დაგჭირდება ამდენი, მაგრამ სიცივეში ნამდვილად დაგჭირდება რა. საჭიროც არის, რომ ღამის განმავლობაში ზოგადად ადამიანი ისე იყინება ხოლმე, რომ ვერ წხვდება რა. ამიტომ რაღაცა გაურკვევლობებს რომ თავი ავარიდოთ, ჯობია ჩავიცვათ და ისე დავწვეთ რა. სხვა ჯერჯერობით ისეთი არაფერი. რა ვიცი, კარგად გძნობ თავს. სიცივე რა თქმა უნდა არის. თოვლმაც მოიმატა, ნისლმაც მოიმატა. მაგრამ ახლა რაღაც ფიფქები ჩამოცვიდა და საიდან მოდის? აქ შიგნით როგორ შემოაღწია ამან. და დავხერთხოთ მაინც რომ არ დაგვისურდეს კარავი. ძალიან. აი ესე ჯობია გამათავისუფლოთ ხოლმე რომ მაქსიმალურად დარჩეს მშრალად რა. აი სულ შემოტანილი აქ აქედან
თოვლი. და ეს მე ნელ-ნელა ქვევით იყრება რა. ხო და ეს არ მაწყობს მე და ეხლა უნდა ავდგე გავიდე რომ კარგად დავამაგრო და აღარ შემოიტანოს თოვლი რა. არის ძალიან ცუდი, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ახლა ჩვენ რომ ეს მე დაიჭიმოს. აი ეს. თუ კი არა მაქვს სამწუხაროდ. ცოტა ეშველა რა. შევიდეთ ახლა თორე. სივა. იგივე. ისე ძალიან აღარ შემოვა ახლა წესით. მოკლედ ახლა ცხელი საკვები უნდა მივირთვა რა. ცოტა ორგანიზმიც გათბება. რა სიძახი, ეგრევე გაიყინა? თავი მოიყინა ეგრე. აი ესეთი ერთჯერადი სუპი რა. და ჯანგალიც მოყვა. ციცაკა. ხახვი. ო. კაი ძაფრი ჩანს. ცხელი საკვები არის მნიშვნელოვანი რა. რომ სითბო შევინარჩუნოთ. ეს მოძრა. უშოს. ეს რა არის გაყინულია თუ? გაყინულია. ესეთი რაღაცა დანამატები აქვს შიგნით. სუნელები, ციცაკა და ეგეთი რაღაცეები რა. არომატისთვის. ჯერჯერობით გაზიც არის, არ მღალატობს. ეს თავსაფარიც. ხავის ცოტა ხანი ვაცადოთ ეხლა და მე მივირთმევ რა. მოკლედ გამზადდა მეგობრებო, ჩვენი საჭმელი. და მივირთმევ. მოდი კოლზით კი არა ჩანგლით შევჭამ და იმას დავხვრიბავ. მოკლედ მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა დავიძინებ. დაახლოებით ისევ ისეა ტემპერატურა რა, -7 გრადუსი რა. სხვა ისეთი არაფერი. თოვს და თავსაც მშვენივრად გძნობ რა. დაგემშვიდობებით და რა ვიცი, დანარჩენს გაგიზიარებთ, რომ გავიღვიძებ რა. დროებით. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით.
დაახლოებით 10-11 საათია. ავლაგდი მოუწესრიგდი და წამოვედი რა. დილით არ მიყვარს ხოლმე ის დამთქნარების გადაღება, ამიტომ პირდაპირ ავდექი, არც არაფერი მიჭამია, არც დამილევია, ანუ საინტერესო არაფერი არ იყო და მოკლედ თავი აღარ მოგაბეზრეთ ზედმეტი ვიდეოებით და უბრალოდ დასამშვიდობებელ ვიდეოს ვიღებ რა და გაგიზიარებთ იმ განცდას, რა განცდაც იყო გუშინ რა. ნორმალური იყო, მომეწონა სხვათა შორის. დიდი ხანია ეს არ ყოფილა რა. ანუ აი ეგეთ პირობებში რა, ქარიც იყო, თოვლიც იყო და ასე შემდეგ რა. დაახლოებით -10-მდე ჩამოვიდა ტემპერატურა რა. და იგრძნობოდა კარგად იცივე, მაგრამ საძილეტო, მაგრამ თავისი გააკეთა მაინც რა. ძალიან დიდად არ მიგძვნია. უბრალოდ ღამე გამეღვიძა ერთხელ, ცოტა სიციომ შემაწუხა. ტემპერატურას რო დავხედე, ზუსტად მაშინ იყო მგრძნობელობა -10 რა. ხო და სხვა დანარჩენი ისეთი არაფერი რა. კარგი გამოცდილება იყო. ასევე თქვენც მეგობრებო, აუცილებლად გადით ხოლმე, აი ესე გაისეირნეთ ქალაქგარეთ. გამოცადეთ ხოლმე თქვენი თავი ყველაფერში რა. დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა დრო რომ დაუთმეთ ამ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარები. მე აუცილებლად ვპასუხებ სათითაოდ ყველას რა.